ეროვნულ ბანკს დაწყებული აქვს მიმდინარეობს ადგილობრივი გადახდების სისტემის, ესე ვთქვათ, RTGS-ის განახლების პროცესი, რაც მოიცავს როგორც ლარის სტანდარტულ გადახდებს საქართველოში, ასევე ინერგება მყისიერი გადახდების სისტემა. რამოდენიმე სიტყვით ამ პროცესს შევეხოთ და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, ქვეყნის შიგნით, რომ გადარიცხვები არსებობდეს და განსაკუთრებით მომხმარებლებისთვის, რომლებიც მომხმარებლებისთვის არის სწრაფი გადახდების სისტემა 24/7-ზე, რაც არის მნიშვნელოვანია. კი, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტებია, მე ვიტყოდი, იმიტომ რომ ჩვენ თუ კი გვაქვს პრეტენზია, რომ საერთაშორისო საგადახდო სისტემებთან ვიყოთ ინტეგრირებული, შიდა საგადახდო სისტემები უნდა იყოს კარგად განვითარებული, ეგ ერთი ამოცანა არის, რომ ჩვენ როცა ვსაუბრობთ, რომ დავაპარალელებთ და ინტეროპერაბილობას მივაღწევთ სხვა ქვეყნების საგადახდო სისტემებთან, ხო, იქნება ეს ჩინეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, ყურეს ქვეყნები თუ SEPA ერთიანი ევროსაგადახდო სისტემა, თვითონაც ჩვენ უნდა ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე, ეს ერთი. მეორე და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ამოცანა ეს არის, რაც თქვენ ბრძანეთ, ეს არის ჩვენი მოსახლეობისთვის მყისიერი გადახდების სისტემის პლატფორმის შექმნა, რომელიც ჩვენ ვფიქრობთ, რომ უფრო კონკურენტული იქნება, ვიდრე დაუშვათ ეს კერძო სისტემები, რაც არის შექმნილი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ისინი არ იარსებებს, ანუ კომერციულ ბანკებსაც ექნებათ საშუალება, რომ თავის შეთავაზება გაუკეთონ და ამ კონკურენციაში დაიბადება ყველაზე კარგი, ხარისხიანი და შედარებით ხელმისაწვდომი საგადახდო, ასე ვთქვათ, სივრცე. ეს არის ორი პროექტი, რაც თქვენ ბრძანეთ, ერთი არის RTGS-ი, ეგრეთ წოდებული, რომელიც სისტემა 10 წელიწადზე მეტია, რაც დაინერგა უკვე ეროვნულ ბანკში და ემსახურება ლარის მსხვილ გადახდებს, ხაზინას და ბანკებს, ბანკთა შორის. თუმცა უცხოური ვალუტის დამატებასაც გეგმავთ და ეს არის ჩემი აზრით ჩვენ გადავწყვიტეთ არა მარტო მისი შესაძლებლობების გაზრდა ზოგადად და განახლება, არამედ ორი სიახლე არის მან. ერთი სიახლე არის, რაც თქვენ ბრძანეთ, რომ ჩვენ უცხოური ვალუტის მოდულების დამატება გვინდა და ისევა ეს საბითუმო, ასე ვთქვათ, გადახდები, ხო, მსხვილი გადახდები შეიძლება ჩვენ სხვა ქვეყნებთანაც ვაწარმოოთ RTGS-ი ჩვენი ცენტრალური ბანკის დავაკავშიროთ სხვა ვიზავი, ასე ვთქვათ, ქვეყნის ცენტრალური ბანკის ანალოგიურ სისტემას, ეგ მნიშვნელოვანია, თქვენც გაგიმარტივებთ ბანკებს ამ ტრანზაქციებს და მეორე მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ არა მხოლოდ ბანკები იქნებიან დაერთებულები, არამედ შედარებით ძლიერი საგადახდო სისტემის პროვაიდერები, ვინც რა თქმა უნდა კიბერუსაფრთხოებას დაიცავს და ჩვენ კრიტერიუმებს და ეს უფრო მეტად გაზრდის კონკურენციას და მეორე დიდი პროექტი ეს არის მყისიერი გადახდების სისტემა, რომელიც ბევრ ქვეყანაში არსებობს 24/7-ზე, სადაც უკვე საცალო გადახდები იქნება და ამასაც უნერგავთ.